გუშინ შეკვეთა შემომივიდა დინოს ამ უღუნღულეს ქუდზე, რომელიც მახსოვდა, რომ დამალული მქონდა და არ ჩანდა, თურმე ჩანს და აქციაშიც არის და დღეს და ხვალ შეგიძლიათ ფასდაკლებით იყიდოთ ექსტრაზე და მოკლედ აღმოჩნდა, რომ ნაწილი ქუდები მაღაზიაში მაქვს ჩაბარებული და სახლში აღარ მქონია. რა უნდა მექნავდე კი გავიქეცი საყიდლებზე. ქსოვილი ვიყიდე, სამწუხაროდ საკმარისი რაოდენობის სახლში არ მქონია მარაგი. ავირჩიე შესაბამისი თარგი და შევუდექი კერვას. თარგების გადმოტანისთვის ამ აქროლად კალმებს ვიყენებ ხოლმე, ბულდოგებს, რომელიც წეღან ხელში მეჭირა, წითლები, სამაგრები, ბულდოგი ქვია, სასაცილო სახელია. რა თქმა უნდა, მაკრატელი, თვითონ თარგი და ქსოვილი. ასევე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ საოჯახო ტიპის საკერავ მანქანას. სასურველი ქსოვილის პოვნა ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ სეზონი არ არის ეხლა და ის ქსოვილი რაც მე მჭირდება, ცოტა იშვიათი სანახავი იყო. თუმცა გამიმართლა და ვიპოვე. თუ არადა შეკვეთის გაუქმება მომიწევდა, რაც ძალიან არ მინდოდა, იმიტომ რომ როგორც იცით ამ ეტაპზე ასე თუ ისე მიძინებული მყავს ჩემი ეს მხარე და ძალიან გამიხარდა, ეხლა ნამდვილად მჭირდებოდა ეს ექსტრა შემოსავალი, ექსტრა მანი. ხო და მოკლედ თან ერთი არა სამი შეკვეთა შემოვიდა უცებ, აი მართლა ძალიან გამიხარდა, აი საოცრად რაღაც 9 საათის შუალედით შემოვიდა სამი შეკვეთა სხვადასხვა ადამიანისგან და აი უბედნიერესი ვიყავი მართლა. და მოკლედ დავიწყე ესე შევუდექი. შიგადაშიგ ჩემი შვილი ელენე მეხმარებოდა, თავზე დამადგა, მეც მასწავლეო, კერვაო, ჯერ მეუბნებოდა ქსოვაო, რა კარგად გამოგდისო, მეთქი არ ვქსოვდედი, კერავ. მაშინ რომ კერვა მასწავლეო, მოდი მეთქი და ესე ცდილობდა ჩემთან ერთად რაღაცების გაკეთებას, ძირითადად დაჭრას, მაგრამ ნუ ცოტა უხერხებელი მაკრატელი იყო მისთვის და ლამის მეც დამიბლაგვა მაკრატელი. დინოს ეკლების ამოსაჭრელად გამოვიყენე მოსახაზად უბრალოდ თარგის გადასატანად. ეს აქროლადი კალმები, რაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან გამოსადეგია. სითბოზე რეაგირებს და ქროლდება ხოლმე, ანუ ქრება. 5 ეკალი შევკერე, შემდეგ ამოვაბრუნე და დავიწყე თვითონ ქუდის კერვა. ქუდი შედგება 2 ნაწილისგან. ერთი შიგნით სარჩული, იგივე ქსოვილს ვიყენებ და მეორე გარეთა სახე. რა თქმა უნდა, ბრენდირებაც გავუკეთე და აი საბოლოო სახით აი ესეთი მივიღეთ. ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონათ, გამიზიარეთ თქვენი აზრი. თუ მსგავსი კონტენტი მოგწონთ, გამიზიარეთ და აუცილებლად შემოგთავაზებთ ვიდეოებს და შევკეროთ სხვა ხასიათის და სხვა სახის ქუდებიც. საინტერესო ვიდეოებისთვის გამომყევით და გამოიწერეთ ჩემი არხი.